ახმეტამ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 2 დღე მიმდინარეობდა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპორტსმენები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები, შესაბამისი ხარისხის მედლები და თასები გადაეცათ. ახმეტის რაიონში ვატარებთ ამ დიდ შეჯიბს, მონაწილეობას იღებს ძალიან ღირსეული სპორტსმენები და ძლიერი სპორტსმენები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჯერ ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, მერე სამინისტროს, რა თქმა უნდა სპორტის სამინისტროს და ახმეტის მერიას გვერდში დგომისთვის. ესეთი შეჯიბრებები აუცილებელია, რომ ყველგან ჩატარდეს. ჩვენ ვატარებთ ახალგაზრდებს, ჭაბუკებს ამ საქართველოს ჩემპიონატებს და რა ვიცი, ძალიან სასარგებლოა თვითონ ბავშვებისთვისაც, ბიჭებისთვისაც, იმიტომ რომ ჩანსაღი ცხოვრების სტილია და აუცილებელია ყველა რაიონში ჩატარდეს ეს შეჯიბრებები. საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ხელს უწყობს ჯამთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ქართული ჭიდაობის მასთან ერთად ჯამთელ სხეულში ჯამთელი სულია და რაინდული თვისებები, რაც ქართულ ჭიდაობას გააჩნია, ეს ყველაფერი დღეს გამოამჟღავნეს და ახმეტა ცნობილია თავისი ფალავნებით. საქართველოს არაერთი ფალავანი ყოფილია, პირველი ფალავანიც ახმეტიდან იყო, აკრო ბაკურაძე და მოყოლებული არ ვიცი ზვიადაური, მუთოშვილი, ბაღაკაშვილები და ქიქიკაშვილები და უამრავი ჩემპიონები ახმეტიდან და შეგნებულად ჩავატარეთ მათი სახელობის თასზე ჭიდაობები, ვინც არიყვნენ ახმეტელი ჩემპიონები წლების განმავლობაში, სხვადასხვა წლებში ფალავნები და მათი სახელობის თასზეა და ეს ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიცნობიერონ რომ საიდან არიან, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ვინ იყვნენ მათი წინაპრები და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ქართული ჭიდაობის პოპულარობის გავსი ღონისძიებები. მზადებული ვიყავი კარგად თუფლის წყალობის დაფასდა კიდევაც და მოვახერხე და 70 კილოგრამში გავხდი ჩემპიონი რა. ასე თუ ისე საკმაოდ კარგი კონკურენცია იყო. კარგი ბიჭები იყვნენ ჩამოსულები და კარგად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ ესე მოხდა ეხლა რომ მე გავიმარჯვე.